Salmebit, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ ვისთვის არის გაშლა. პიროვნება, რომელიც ძალიან ესე რომ ვთქვათ, ემოციურ ტალღაზე არის, მაგრამ თანამედროვულად ეს ის პიროვნება, რომელმაც თავისი სიტყვა მოდი თუ რამე შეგვირდათ, ვერ შეასრულა. აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო. ადამიანთან არ არის გამორიცხული, შესაძლებელია გქონდეთ ყოველთვის რაღაცა გაურებული მდგომარეობა, გქონდეთ შეიძლება რაღაც აი იმ პერიოდში თითქოს ფინანსურ დანაკარგებშიც იყოთ. აი ეს არის წინა სიტყვაობა. მოდი ვნახოთ მაშინ რა უნდა ადამიანს და თუ გეცნოთ რა გრძნობები თუ მოკლედ რა ამოძრავებს თქვენს მიმართ. თვალს რა თქმა უნდა შორიდან გადევნებთ და რატო? რატო გადევნებთ თვალს? იცით რა? მე ვერ ვიტყვი რომ მანდა მაინც კომუნიკაცია იყოს აქ თქვენ შორის, მაგრამ რატომღაც მაინც იდეაში აქვს თითქოს რომ გამოვიდეს კომუნიკაციაზე. ახლა არ უნდა დარეკოთ. უნდა მომწეროთ აი ვიდეოს ვწერ ახლა და ხან კონსულტაცია მაქვს, ხან რაღაცა მაქვს, აი ამ ვიდეოს ახლა არ ვიმასქნი, არ გავწყვიტავ არავითარ შემთხვევაში და თავიდან არ დავიწყებ ჩაწერას. უბრალოდ გეუბნებით. ან კონსულტაცია მაქვს, ან მუშაობ, ან წმენდა მაქვს, ხო, რიტუალს ვაკეთებ, რაღაცას ვაკეთებ. მომწერეთ ჩვეულებრივად. აი როგორ არის, იცი, გაგესაუბრებით, აი უი იქედან, აქედან და მე მაინც არაფერი ხდება და თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მე გამთავისუფლები, რაღაცა გიპასუხებ აუცილებლად. მაინც გპასუხობ, ხო, მოდიხართ თუ არა, რა აქვს მნიშვნელობა კონსულტაციაზე. გალაპარაკებენ 5 საათი და მე მოდიოდეთ მაინც რა. გასაუბრება უნდა, ხო? თქვენი ის ნახე რაღაცა და გასაუბრება უნდა. მომწერე ადამიანო. აი ეთყობა აქაც ის სიტუაცია მდგომარეობა არის, რაღაც შესაძლებელია სულ არ გინდოდათ დავუშვათ რაღაც უსიამოვნება, არც ჩხუბის ტალღაზე არ იყავით როგორც მე, მაგრამ რაღაც ხო წამოვიდა ეს მისის აქციელიდან ნეგატიური განწყობა თქვენს მიმართ. ესე მოდის ყოველ შემთხვევაში. ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში როცა მოდის, ნახეთ ყოველთვის რაღაც ნეგატივი თან მოაქვს ამ ადამიანს, ხო? რატომ ეხლა მაგის ძებნას არ დავიწყებ, ეს გარკვეთ დიაგნოსტიკაში რა ხდება. ხასიათია ისეთი მისი თუ რა ვიცი პრობლემები თუ საიდან მოდის ეს ნეგატივი, ხო? რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს? რა თქმა უნდა, თვალს გადევნებთ, აი ამის თქვა მინდოდა მე აქ ეს ადამიანი და შეგრძნება კი აქვს, ნახეთ, მაგრამ თავისებური რაღაც ასე თუ იქნება, ხო. მე მანდა მაინც ვერ ვიტყოდი აქ რომ გიждდებოდეს თქვენს ეს ადამიანი და ყურებამდე იყოს შეყვარებული, გულგრილი არ არის, მაგრამ თავისი ვერსიით. ასე თუ იქნება, მე ვასება მომწონს, ხო? სხვა ვარიანტი არა. რა ვიცი ახლა ზეგის პალნასტომი იტათ მზითებში მოწონ ხართ თუ არა და არა. რაც შეეხება იცით რა არის გრძნობა ცოტა მე ვიტყოდი რომ ეს ადამიანი ასევე კიდე გიყურებთ
თან მკაცრი ხართ, თან შემდგარი ხართ, თან წარმატებული ხართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ ყველაფერს შეძლებთ. აი ესეთი ქალი ხართ, მაგრამ მაინც ნეიტრალურ პოზიციას ირჩევს. მანახე რას გრძნობს თქვენს მიმართ ადამიანი. მინდა თავიდან დავიწყო. თავიდან უნდა რომ დაიწყოს როგორი რაღაც იცით, აი რომანტიკული ძალიან ისეთი გადარეული გრძნობებით რაღაც ურთიერთობა. არ არის გამორიცხული შემოგთავაზეთ ამ ყველაფერს, ხო რა? შემოგთავაზოთ კი, რომ მოდი თავიდან დავიწყოთ და რაღაცა მაინც ვსინჯოთ, ხო? ვერ გეტყვით რომ ახლა ამან ენად და სიტყვებად გაიკლიკოს, მაგრამ მისი მოქმედება მაინც ასეთი იქნება. რატომღაც ღამის საათებში უფრო აქტიური არის ეს პიროვნება საღამო საათებში თქვენთან მიმართებაში. რა ვიცი. დაწოლის წინ უფრო აქტიურია, კარგი. მე რას იზამ რამეს თუ მოაბავ თავს, იმიტომ რომ ეს არ არის ის პიროვნება, თავისი სიტყვა შეასრულოს. იცით რა, ეს დაიწყებს საუბარს თავის წარსულზე, რა კარგად ვიყავით, რა კარგი იყო დედის მჩერი, რა კარგად სწავდა ძაბს, ესეთ თემებს და რაღაცების გახსენებას თქვენთან მიმართებაში, ასე ისე. რატომ იქცევი ეს მანიპულაცია რა შემთხვევით, ხო? თქვი და ამოვიდა კიდეც. ამ ადამიანს ძირითადად შემოკარგო, აი მაინც ეკამდე მივდივარ ამ ბოლო დროს, ესე იგი ნორმალური აღარ გამოგვიჩნდა რავი. ან ფინანსები, ან საფუთები თქვენთან დაკავშირებით ეს თემა არის. ხო, იმიტომ რომ ისი მხრიდან ეს მანიპულაციურ ვარიანტს არ დაასრულებს. კი, დავუშვათ გეტყვით მენატრებით, რაღაცა თავიდან დავიწყოთ, ახალი ცხოვრება, ახალი გრძნობა, თითქოს, შენს მიმართ რაღაცა, მაგრამ ეს არცი გულწრფელია მაინც. საბუთები და ფინანსები სადაც ჩაერევა, იქ უკვე გულწრფელობა არა. როგორ არის? გულწრფელი კი არ არის, თავისი ბედის შემოbrunება უნდა თქვენს ხარჯზე. ესე იგი, თქვენთან სარგებელს ხედავს რაღაცას მაინც ეს ადამიანი და კარგი სარგებელი რომ ვერ დაინახო, მაინც ესე კარგად იჭიკჭიკებ, მოდი აბა ეს ვკითხოთ ახლა ჩვენ. ქალიდან რომ სარგებელი ვერ დაინახო, არა. გამორიცხული. არა. აქ ესე იგი როგორ არის, იცი? სარგებელს თუ ვერ დავინახავ, შენგან ქალების მეტი რა მყავს? ეს გითხრათ პირდაპირ. კაი ხასიათი, ესე იგი, ვისაც ექნება იქეთ წავა და წამოვა, იმას ექნება იმასთან მივა. იმას თუ გავჭირდება, მერე თქვენთან მოვა, თქვენ გაგიჭირდებათ, მერე კიდე ყავს ამას ვიღაცა. აქ არ არის ერთი ქალბატონი მარტო თქვენ არ ახართ და დავუშვათ მარტო ცოლი ან ვიღაცა. შეიძლება ცოლიც არ არის აქ, მაგრამ რამდენიმე მიფიქსირდება 1 2 3 რადგან სამი შეიძლება 4-იც. ესე მიფიქსირდება. დონ ჟუანი მყავს ხაზზე, ასე გამოვიდა. ხო, ესე იგი აქ მე აღავნა ვკითხო ახლა ამ ადამიანს. მე აღავნა ვკითხო, აი თქვენთან მიმართებაში. რა უნდა ვკითხო აი ამის შემდეგ უკვე კითხვა ფაქტიურად. ძალიან ჭკვიანი უნდა რომ იყოს ამ ადამიანს რა გონია იცი რომ და გემშვიდობებად მაშინ კარგად იყავით ავაი რაღაცა ეთქობა ეს მისი მხრიდან როგორ არის იცი ჭკვიანური ნაბიჯი არის და ამის გულისთვის თქვენ მერე იცი რას ფიქრობ აბა როგორ მეკცევა ქალბატონი ხო აი კოშმარები დაგემართებათ და ემოციების სიყვარულს აუხსნით ამას ფიქრობს ესე იგი აქ როგორი მომენტი ახლა ჩვენ დაგვეხადა ეს რო გემშვიდობება დავუშვათ და თუ რაღაცა არა გაქვს და არ შეგიძლია ხო ხდებით ესეთი ვერ დაინახავს სარგებელს ფიქრობს რომ ეს არის ეს აძლიერებს მას რაღაც კომპლექსიანი ტიპი არის ნახეთ არიან ხო მამაკაცები ესეთი ქალბატონებთან ეს ფლირტი და რაღაცა თავის წარმოჩენა და როგორ არის იცით საკუთარ თავში თავდაჯერებულობას ანიჭებთ და
ყველაზე დიდი უბედურება ზუსტად ეს არის, მაგრამ ვერ ხვდებიან არიციან, ხო? აი ეს რაღაცნაირი ეს რა ქვია, კომპლექსი. ხო, ესე იგი. ხო, ესე ფიქრობს, რომ თქვენ მე მასკენ ყველაფერზე წახვალთ და მე ყველაფერი დალაგდება. რა ვიცი, უნდა წამოეგოთ ამ მანიპულაციას. აი, კაი, მის ხასიათს ამ ყველაფერზე წამოეგეთ, რას მოგიტანთ ეს ყველაფერი, მაშინ ასე ვთქვათ. რას მოგიტანთ? რას მოგიტანთ? არა. ნახეთ, მოგიტანთ, მე ასე გეტყოდით, ეს არის ამ შემთხვევაში მოდი ასე ვიტყოდი, შესაძლებელია აქ ახლა მაინც საჯაროა გაშლა, ხო? და ერთ კონკრეტულზე ხო არა გვაქვს ესეთი თემა იყოს. ეს იყოს დროებითი ურთიერთობა, სტაბილურობა და მე მაინც თქვენგან მიდის, ნახეთ. შესაძლებელია ეს იყოს ის მომენტი, რომ აი დაასტაბილუროთ ცოტა იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ფიქრობთ ეს ურთიერთობა და აქ, რა ვიცი, დარჩება თქვენთან. არა. ზუსტად ვამბობ, როგორ არის იცით, ეს მოგიტანთ თქვენ, აი ცოტა ხანი იქნება რა თქვენთან, სანამ არ მოწყინდება იქნება. მე მაინც მიდის ეს. მაინც თქვენი გზები როგორ არის იცით, სხვადასხვა გზა გაქვთ რა, ეს ერთი გზა არ არის, ეს თქვენ ბედში არ ზის, ბედი ეს არ არის, არა. ბედში არ, სხვადასხვა გზები გაქვთ მაინც. ახლა თუ გაწყობთ, ვისაც გაწყობთ, და შეგიძლიათ უკვე პირად დიაგნოსტიკაში დააზუსტოთ, რა ვიცი, დარჩება ბედად თუ არ დარჩება. მე სხვათა შორის ძალიან ბევრს ვუთხარი ესე და მაშინ გამიწიეს წინააღმდეგობა არა ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა, იქეთ-აქეთ და მე გარკვეული დროის შემდეგ მომწერეს და მითხრეს პრობლემა, რომ გენინო მართალი ხარ, მასე გამოვიდა საბოლოო ჯამში მაინც ხო? ესეთი ურთიერთობები ერთ დღეში არ ირკვევა. ძალიან იშვიათად რომ სწრაფ მონაკვეთში ნახეთ მოყვარდეს, მით უმეტეს ადამიანი, როდესაც ესეთი ტიპაჟია და კაკილები ვით aqავს ვიღაცა ჩამოკიდებული და ასე შემდეგ, ხო? ვინც ესეთი ეს ამას სჭირდება დრო უკვე ამ ყველაფრის დადგენას. რაც იმედია გამოგადგებათ ეს უკვე ფაქტიურად გაფრთხილებული ხართ, იცით რა როგორ არის და თქვენ როგორც გაწყობთ, ისე უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში მიიღოთ გადაწყვეტილება. შეგიძლიათ პირად კონსულტაციებში, დიაგნოსტიკებში უფრო დააზუსტოთ, ვისაც დაზუსტება გჭირდებათ კიდევ ინფორმაციის. იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებას.